სალამი მეგობრებო, მაგზელოთ მუშაობას. იმედია არ დაგავიწყდათ პირველი ნაწილის და ჩემი საქმიანობის საერთოდ ზოგადი იდეა. ის ძირითადი დებულებები, რაც აი ამ საკმაოდ ხანგრძლივი თითქმის 2 საათიანი გადაცემის ბოლოს თქვა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ამის რეზუმე ინტელექტუალური რესურსების კვლავ-წარმოების პრობლემები გვაქვს. რითი დავასრულეთ ჩვენ პირველი ნაწილი. აი ეს იყო ის სლაიდი, სადაც იყო საუბარი ორ მიდგომაზე: კულტურა, ცდებით და შეცდომების გასწორებით, გარკვეული წარმოდგენების შექმნა, გამოცდილების ფიქსირება, რომელსაც ხშირად მითები ახლავს. ანუ ჩვენ არ ვიცით რატო ხდება ეს ყველაფერი, რაღაც ზღაპარს ვიგონებთ, ამით ვსარგებლობთ, ამით ვხსნით, მაგრამ მეცნიერება იმით განსხვავდება, რომ აი ეს გაურკვევლობა უნდა მოხსნას. ანუ ორ ფერიან შუქნიშანზე უნდა გადმოვიყვანოთ ეს ყველაფერი. ნუ ესეც იყო რითი განსხვავდება საერთოდ კულტურა, რა ახასიათებს ჩვენს კულტურას, არა მკაფიო ლოგიკა. და მეცნიერებას ახასიათებს მკაფიო ლოგიკა და სისტემური მიდგომა და აზროვნება. არა მკაფიო ლოგიკა, ეს ტერმინი არც ისე დიდი ხანია, რაც გაჩნდა, სულ რაღაც 50 წელიწადია. ისტორიკოსები ისე გვეტყვიან, რომ სოკრატეს დროიდან არის ცნობილი ეს პრობლემა. ნამდვილად ლოთფი ზადე, აზერბაიჯანელი მეცნიერი, რომელიც პრინსტონში აგრძელებდა თავის მუშაობას, ფორმალურადაც დაგვანახა, რომ როდესაც საუბარია კულტურაზე და მითებზე, ჩვენ ეგრეთ წოდებული ლინგვისტური ცვლადებით ვსარგებლობთ წარმოდგენათა სიმრავლეებით, ამიტომაც არის არამკაფიო. თითოეული სიტყვა რაღაც ერთობლიობა არის, რაღაც წარმოდგენების და ორი ადამიანი, როდესაც ესაუბრება ერთმანეთს, რაღაც ინფორმაციას გადასცემს, ყველას აქვს თავისი წინასწარი განწყობების გარკვეული ბიბლიოთეკა, ანუ როგორ წარმოიდგენს აი ამ სიტყვას. ლინგვისტურად ვერ დავაზუსტებთ რა არის სიტყვა, რა არის თბილა, რა არის სიცივე, თუ არ გვექნება თერმომეტრი. ანუ აქედან გამომდინარე, სააზომი ერთეულებიც გვჭირდება. აი აქ ჩამოვაყალიბე კიდევ ერთხელ, ანუ მკაფიო ლოგიკა და სისტემური მიდგომა, მტკიცებულებებით ოპერირება, მოდელები, სცენარები, მოვლენების განვითარების, მომავლის პროგნოზირება. ანუ მეცნიერება ახერხებს, რომ ესეთი რაღაცა გააკეთოს. ნუ ყოველთვის მეცნიერება აგვიანებს. რაღაც უნდა დაგროვდეს, რაღაც მასალა, რაღაც გამოცდილება, რაღაც კულტურა და ამის გააზრების შედეგად კანონზომიერებები არის გამოვლენილი და ეს არის როგორც ლიანდაგები. აი ამ ლიანდაგებზე თუ ვიმოძრავებთ, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. ნუ, მაგრამ შესაძლებელია, რომ რაღაც შეფერხებაც იყო და ლიანდაგს ჩამოცილდეს ჩვენი ცივილიზაციის მატარებელი. ნუ ყველაზე მარტივი წარმოდგენა მკაფიო და არამკაფიო ლოგიკაზე მაგალითის სახით მოგიყვანთ სტუდენტებს ვეკითხები ხოლმე, როგორ უნდა აუხსნათ უცხო პლანეტელს, ანუ ადამიანს, რომელიც არ არის გარკვეული, მკაფიო ლოგიკით რა არის სამკუთხედი და რა არის წრე. ნუ მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც სტუდენტმა მითხრა, ნუ ამაზე მარტივი რა უნდა იყოს, სამკუთხედი, 3 კუთხე უნდა ავიღოთ, შევაერთოთ ერთმანეთთან და მივიღებთ სამკუთხედს. აუდიტორია ესე გაკვირვებით შეხედა ამ სტუდენტს და იგრძნობოდა, რომ დაავიწყდა, რომ კიდევ რაღაც მკაფიო ლოგიკის პირობა უნდა დაედოს ამას, რომ კუთხეების ჯამი რაღაც რიცხვს უნდა უდრიდეთი. ახლა მეცნიერებაზე თუ არის საუბარი, კრიზისში არის საერთოდ აი ჩვენი აზროვნება და ჩვენი ცივილიზაცია. შეხედეთ 25 წელს გამოცემული ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აკადემია. მეცნიერების შესახებ დეზინფორმაციის გააზრება და მასზე რეაგირება. ანუ მივედით იქამდე, მეცნიერები რაღაცაში ჩამორჩით, ანუ კრიზისი გვაქვს ამ თვალსაზრისით და გახდა აუცილებელი, რომ ისევ დაუბრუნდეთ აზროვნების გარკვეულ წესებს. სისტემურ აზროვნებაზე მაგალითს მოგიყვან. სისტემური აზროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი წარმოვიდგინოთ ელემენტების და მათ შორის კავშირების სახით. აი, როდესაც განათლებაზე და მეცნიერებაზე არის საუბარი, ალბათ ორი ძირითადი ელემენტი უნდა გამოვყოთ: სოციალურ ურთიერთობათა სამყარო
და აი ამ სამყაროში არსებობს ინფორმაციული სამყარო, ამით განსხვავდებით ჩვენ ცხოველებისაგან. ამის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე განათლება. ნუ როგორ დავხატე ეს ყველაფერი შემეძლო სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აქ ხედავთ რომ ორი ელემენტია და მათ შორის კავშირია. ნუ გადაკვეთა არის აი ამ ორი ელემენტი. შემეძლო ისრით მეჩვენებინა, ორმხრივი ისრით, ან ცალმხრივი ისრით, ეს ყველაფერი არის ის სიმბოლიკა, რომელშიც ერკვევით თუ აკვირდებით ეს დიაგრამებს. ანუ ჩვენი ვიზუალური პროცესორი, ანუ მუშაობა არა მარტო სიტყვებით, არამედ კიდევ გამოსახულებებით, ეს უკვე მკაფიო ლოგიკის ელემენტია, იმიტომ რომ მე თუ ამ სურათს გიგზავნით, აქ მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ გვაქვს ორი ელემენტი, მათ შორის კავშირი არის და ზუსტად აი ამას ედება თავარი პრობლემა, უნივერსიტეტი, განათლება საერთოდ. ანუ ელემენტები და მათ შორის კავშირები. თუ გაუმართავია ელემენტი, მაშინ სისტემა არ მუშაობს. თუ გაუმართავია კავშირი, სისტემა ისევ არ მუშაობს. თუ ელემენტებიც და კავშირებიც გამართულია, მაშინ ჩვენ თვისობრივად ახალ რეალობას ვიღებთ. ანუ ინფორმაციული სამყარო და სოციალურ ურთიერთობათა სამყარო ქმნის ჩვენს ცივილიზაციას. ანუ თვისობრივად ახალ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სისტემა შეიძლება იყოს ცუდად ორგანიზებული, ანუ ელემენტი ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს, ზოგჯერ მუშაობს და სისტემა თავის ახალ პრინციპულად ახალ თვისებას ავლენს, ზოგჯერ ელემენტი არ მუშაობს და თუ შეფერხებებით მუშაობს, მოდი დავარქვათ ამას ცუდად აწყობილი, ანუ გაუმართავი სისტემა. აი იმ კონცეპტუალურ დოკუმენტებში, რაც სამინისტრომ წარმოგვიდგინა, არის ესეთი ტერმინი ფრაგმენტარული სისტემა, ანუ საერთოდ თუ ადგილოა. ანუ ლინგვისტური ცვლადი, სიტყვათა კომბინაცია არ შეესაბამება სამეცნიერო მიდგომას. სისტემა არ შეიძლება იყოს ფრაგმენტარული, იმიტომ რომ თავის თვისებებს კარგავს. ნუ ესეთნაირად, აი, მხოლოდ ტერმინის გამოყენებით მოვნიშნავთ ჩვენ რაღაცას, მაგრამ სამეცნიერო გააზრებისათვის ნამდვილად ეს არ არის საკმარისი. ნახეთ, აი ამას დავადე ელემენტთა ერთობლიობა, ერთი ელემენტი არის, რას ვასწავლით, ანუ ინფორმაციული სივრციდან გამომდინარე, მეორე ელემენტი ჩვენ და ჩვენ სოციალური ურთიერთობა, ვის ვასწავლით და ვინ ასწავლის და მათ შორის კავშირები. ისრები ორმხრივია, ანუ ვინც ასწავლის, თუ მეცნიერებაშიც მუშაობს, თუ ქმნის სათანადო ინფორმაციულ გზავნილებს, ამდიდრებს ინფორმაციულ სამყაროს. და შეუძლია სტუდენტსაც იმ სამყაროდან აიღოს და ნებისმიერ ადამიანს იმ სამყაროდან აიღოს ეს ახალი ინფორმაცია. ვის ვასწავლით? ეს უკვე ჩვენი სტუდენტობა, მოსწავლეები არიან, ანუ ისინი სარგებლობენ არა მარტო იმ სამყაროთი, იმ მითითებებით, რასაც აწვდის ვინც ასწავლის, მოგზაურობენ დამოუკიდებლად ინფორმაციულ სამყაროში და ვინც ასწავლის, ანუ პროფესორის და მასწავლებლების მთავარი მოწოდება არის, რომ მიაწოდოს საწყისი ინფორმაცია და დაანახოს ის ინსტრუმენტები, მეთოდები და მიდგომები, რომ მოსწავლემ, სტუდენტმა იმ ინფორმაციულ სამყაროში უსაფრთხოდ იმოგზაუროს. ანუ არ დაიტვირთოს ხმაურით, აბსოლუტურად უსარგებლო ანმავლე ინფორმაციით და იყოს ამ თვალსაზრისით დაცული. სისტემას ორ ელემენტს ედება კიდევ ის, რასაც ქვია განათლება და მეცნიერება. აი ასეთნაირად უკვე სამი ელემენტის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეხლა წარმოვიდგინეთ, თუ ერთი კავშირი მაინც გაწყდა, მაშინ სისტემა არ იმუშავებს, არ მოგცემს იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა. ანუ მოაზროვნე ადამიანი, თუ გაწყდა კავშირი, რომელიმე კავშირი, მაშინ სისტემა აღარ მუშაობს. ნუ აი ასეთნაირად უნდა წარმოვიდგინოთ და მე მგონი უკვე გარკვეულები ხართ, რომ ყოველთვის თუ გაქვთ უნარი და შეეცადეთ, რომ აი ესეთი რაღაცა გააკეთოთ, დაინახოთ ეს ყველაფერი ასეთი სახით და თუ რაღაც არ მუშაობს, თუ
გვაქვს პრობლემები, მაშინ უნდა შევხედოთ ზუსტად ასე, აბა რომელი კავშირი არ მუშაობს, რომელი ელემენტი არ მუშაობს. ნუ მეცნიერები ბუნებრივ და სოციალურ მოვლენებს სწავლობენ როგორც სისტემებს. ინჟინრები აწყობენ აი ამ სისტემებს, ტექნოლოგიები მეთოდებს ამუშავებენ, როგორ უნდა იყოს აწყობილი ეს სისტემა და აწყობაშიც იღებენ მონაწილეობას და მათემატიკოსები კავშირებს სწავლობენ. კავშირებს აქვს თავიანთი თვისებები, განტოლებათა სისტემებს აგებენ სხვადასხვა მათემატიკურ მოდელებს და მათემატიკა ამას ემსახურება. განათლება და მეცნიერება მშენებარე ტაძარია. ანუ დღესაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ხდება კავშირების და ელემენტების დახვეწა. პროცესი მიმდინარეობს, პროცესი დინამიურია და აი აქ მაგალითად მომყავს ანტონიო გაუდის არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც 100 წელია თითქმის შენდება და მხოლოდ აი რაღაც 10-15 წელია, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა მოხერხდა უკვე აი ამ მშენებლობაში, საინჟინრო საქმიანობაში, ის ძირითადი ჩანაფიქრი უკვე იღებს რეალობის უკვე სახეს და ფორმას. ეს იყო ქვის კონსტრუქციების არმირება ფოლადის ღეროებით. ანუ მივედით აქამდე და სულ რამდენიმე წელია გაირკვა ნოტრ-დამის ტაძარი რომ დაიწვა, მაშინ აღმოაჩინეს რომ თურმე ჩვენი წინაპრები იყენებდნენ აი ამ ტექნოლოგიას, როდესაც ჩამოიშალა რაღაცები, ნახეს რომ აი შიგნით იყო უკვე ფოლადით არმირების ტექნოლოგია. ანუ დროდადრო ტექნოლოგიები გვავიწყდება, მერე უცებ გაგვახსენდება. აი ამ მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ სისტემებზე. ყველაფერი დავინახოთ აი ესეთნაირად. გაგიადვილდებათ ცხოვრება. სისტემურად მოაზროვნე ბიოლოგიური ობიექტები ვართ. ნუ ისე წავიდა საერთოდ მეცნიერების განვითარება, რომ ვიწრო მეცნიერებები გაჩნდა, ნამდვილად იყო ამის საჭიროება და ზოგი დარგი ისეთ, ასე ვთქვათ, სიღრმეებს მიაღწია, რომ იქიდან ვეღარ გამოდის და ტრანს და ინტერდისციპლინარულ ენას ვერ ეუფლება და არის თავისთვის. აი ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა. ამიტომ ხშირად გვესმის სიტყვები ინტერდისციპლინარული, ტრანსდისციპლინარული. მე პირველად უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი, მაშინ გვითხრა ჩვენა პროფესორმა, რომ ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც დარგთა მიჯნაზე გააკეთებს ახალ აღმოჩენებს. უკვე დავეუფლეთ ჩვენ აი ამ პირველად წარმოდგენებს, მაგრამ ნებისმიერი სისტემა გარკვეულ გარემოში არსებობს. სისტემა ცვლილებებს განიცდის, ელემენტების და კავშირების ცვეთას. აქვს თავისი მეხსიერება, ყველაფერი ცვალებადია ჩვენ სამყაროში და დროდადრო სისტემები ჩერდებიან, იშლებიან, ზოგჯერ სისტემების რემონტი ან გაუმჯობესების მცდელობა შლის სისტემას და კატასტროფები იმართება. ყოველთვის არის გარემოს ზეწოლის ქვეშ ზოგადად სისტემები, ეს გარემო შეიძლება იყოს მეზობელი განათლების სისტემა. აი აქ ნახეთ, აი ორი სამყარო, ორი განათლების სისტემა და ეს სისტემები ერთმანეთზე ზემოქმედებენ, თუ კარგად არის ეს კავშირები ამ ორ ელემენტს, ამ ორ მსხვილ ელემენტს შორის დალაგებული, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ამდიდრებენ ერთმანეთს. იმისათვის, რომ ზუსტად გავერკვეთ და დავიწყოთ საერთოდ საუბარი საქართველოს განათლების და მეცნიერების სისტემაზე, საჭიროა დეტალიზაცია. ნახეთ ერთი დონე წარმოდგენების იყო ის ორი ელემენტი, ამას დაემატა კიდევ ესეთი სამი ელემენტი, ეს არის ერთი პროექცია, ერთი მიმართულებით უყურებთ ამას ჩვენ ზემოდან, მაგრამ თუ გვერდიდან შევხედავთ, მაშინ ინფორმაციული და წარმოდგენების სხვადასხვა დონეები გვაქვს. აი აქ მაგალითად შეგვიძლია პროექციაში გვერდიდან დავინახოთ საფეხურები, სკოლამდელი, სკოლის უმაღლესი განათლების სისტემა და სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა ეს სტადია იყოს გავლილი. თუ ეს ენა გვესმის, ეს არის ინტელექტის გავარჯიშება. ეს ენა უნდა ვიცოდეთ, ეს ერთ-ერთი პირობა არის იმისი, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ განათლების და მეცნიერების პრობლემები. ანუ ენა ვისწავლოთ, სისტემური აზროვნების ენა ვისწავლოთ. სხვანაირად ვერ დაველაპარაკებით ვერც კონცეფციის ავტორებს, ვერც პრემიერ-მინისტრს, ვერც განათლების მინისტრს და ვერც განათლების სამინისტროს. ენა უნდა იყოს.
თუ ამ საფუძვლებს არ ვიცნობთ, აი აქ გვერდით ნახეთ, იგივე სურათია, მაგრამ გვერდით არის ვარიანტები. ანუ ყველა პროექციაში უნდა შევხედოთ. თუ ჩვენ ამას არ ვფლობთ, მაშინ ერთ და იგივე ობიექტი შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ან რგვალია, ან ოთხკუთხედია. და თუ არ მკაფიო ლოგიკით ვსარგებლობთ, აი ასეთი უცნაური ობიექტებიც შეიძლება გაჩნდეს და ნამდვილად საქართველოს განათლების და მეცნიერების სისტემაში ასეთი ობიექტები გვაქვს თითქმის ყოველ ნაბიჯზე, რომ თითქოს გამოიყურება ნორმალურად ერთი კუთხე, მეორე კუთხე, მესამე კუთხე, მაგრამ ერთად თუ განვიხილავთ ამ ობიექტს, ასეთი ობიექტები არ არსებობენ და თავიანთ მისიას, თავიანთ ძირითად ამოცანას ვერ ასრულებენ. ანუ აი ასეთი ენა გვჭირდება ჩვენ. ეს არის აღსადგენი. სკოლიდან იწყება ეს ყველაფერი და სკოლიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და ზრუნვა. აი აქ ისევ დაუბრუნდი მე აი ამ წარმოდგენას ინფორმაციის სამყაროზე და სოციალურ ურთიერთობათა სამყაროზე დადებული განათლების სისტემა და ასეთი შეკითხვა გვაქვს თუ არა განათლების და საერთოდ უნივერსიტეტის მიდგომის შემუშავებული მოდელი. გვაქვს მოდელი, არის საუბარი ამაზე. ანუ აკრედიტაციის პროგრამის აკრედიტაციის დროს, ავტორიზაციის დროს პარატინა ქახალდები ივსება. მისიაზეც კი ვერ ვლაპარაკობთ. ანუ არც ერთი მე ექსპერტი ვარ ამავდროულად ექსპერტთა კორპუსის წევრი განათლების და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მათ შორის მქონდა შემთხვევა, როდესაც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოს პლომაზეც დავაყენე ეს საკითხი. ვთქვი, რომ მეცნიერებით ვერ ვსარგებლობთ. იყო აი ამ დაწესებულების ისტორიაში ძალიან საინტერესო მომენტები, მაგრამ დაქვეით და სამწუხაროდ, ანუ ვერ ფლობს მკაფიო ლოგიკას და სისტემურ აზროვნებას. მტკიცებულებებით ოპერირება უჭირს, მოდელი, უნივერსიტეტის მოდელი პრაქტიკულად არ გვაქვს, სცენარები, მოვლენების განვითარების და მოვლენების პროგნოზირების. აი აქ დააკვირდით აი ამ სლაიდს აქ დასმულია ამოცანა. პრობლემა როგორ უნდა გადავწყვიტოთ. პირველი და აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საერთოდ დაიწყოს უკვე გააზრებული საუბარი ჩვენი განათლების და მეცნიერების სისტემაზე, საჭიროა რომ მოდელი განვიხილოთ ჩვენ. საუკეთესო მოდელი არსებობს თუ არა და გვაძლევს თუ არა ეს მოდელი საშუალებას, რომ ჩვენ გავერკვეთ იმაში ზემოთ ავდივართ ჩვენს განვითარებაში, ჩვენს რეფორმებში თუ ქვემოთ ვეშვებით. საუკეთესო წყარო და საუკეთესო მოდელი მე მიმაჩნია ხოსე ორტეგა გასეტის უნივერსიტეტის მისია. აქ სახელმწიფოს და უნივერსიტეტის და მეცნიერების და პედაგოგების და პროფესორების სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე არის საუბარი. ეს წიგნი თუ არ გამოიცა ქართულ ენაზე, შეგვიძლია შევწყვიტოთ ჩვენ ახლა ჩვენი საუბარი და არაფერი არ ეშველება ჩვენ აი ამ სისტემას. იდეალიზირებული მოდელია წარმოდგენილი, რომელიც მუშაობს. ეს მსოფლიო ბესტსელერია. სტუდენტებს ელაპარაკა თავის დროზე, საკმაოდ დიდი ხნის წინ ხოსე ორტეგა გასეტი და უკვე ემიგრაციაში ასეთი წიგნი პრინსტონის უნივერსიტეტში გამოიცა უნივერსიტეტის მისია. პრაქტიკულად არის ენციკლოპედია მოდელი. ზუსტად საინჟინრო და სისტემური მიდგომით დალაგებული და კარგად ორგანიზებული სისტემა და წამყვან უნივერსიტეტებში ნამდვილად ეს ყველაფერი მუშაობს. ანუ თუ არ გვექნება ჩვენ საყრდენი მოდელი, ვერაფერს ვერ მივაღწევ. ანუ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრი და განათლების სამინისტრო ამ წიგნს თუ წაიკითხავენ, იქ ნახავენ ყველა პასუხს. ყველა შეკითხვაზე, ყველა პრობლემაზე, რაც იყო დასმული იმ თითქმის 2 საათიანი საუბრის დროს. აი თუ ასეთი მოდელი გვექნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე საუბარი იმაზე, თუ რითი განსხვავდება ჩვენი რეალობა, რამდენად დაკვირვებადია, რამდენად ფლობთ ამას, გვაქვს თუ არა ჩვენ ესეთი სქემა და მე კონცეფციაზე კი არ დადგება საკითხი, ანუ კონცეფცია არის მსოფლიო ბესტსელერში, უკვე საინჟინრო საკითხი დაისმება.
და დავიწყებთ იმაზე საუბარს, რითი განსხვავდებით ჩვენ აი ამ იდეალიზირებული მოდელისაგან და რა გვჭირდება იმისათვის, რომ მივახციოთ აი ამ ფორმას. ნუ ფორმაზეც არის საუბარი საერთოდ, ანუ ინტელექტუალური გარემო ფორმაში უნდა იყოს. რატო მივედით ჩვენ აი ესეთ მდგომარეობამდე? ჩვენ ჩამორჩენა და საერთოდ მსოფლიო კატასტროფა ბოლონიის პროცესის გარკვეული დებულებებით არის გამოწვეული. ანუ ყველაფერი ბოლონიის პროცესი დაიწყო, ეს იყო კონვეერის აწყობის მცდელობა. აი ასეთი რაღაცა. ნუ კონვეერი ყოველთვის მოითხოვს იმას, რომ გენიოსია ხოლმე ის, ვინც კონვეერს გეგმავს და აწყობს, მაგრამ კონვეერში მომუშავე მუშაკებს მოეთხოვებათ მარტივი ოპერაციების განხორციელება. ამიტომ გაჩნდა სიტყვა სტანდარტი. ისინი სტანდარტს უნდა იცავდნენ, მაგრამ ყოველი კონვეერი მუშაობს გარკვეული პროდუქციის პარტიის გამოსაშვებად, მერე იწყება მისი ცვლილებები და ჩვენ კონვეერის მუშაკებს, რომლებიც მიჩვეულები არიან მარტივი ოპერაციის შესრულებაზე, თუ ჩვენ მივანდობთ აი ამ მთლიან კონვეერის რეფორმირებას, მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს. მხოლოდ 2009 წელს ბოლონიის პროცესი მიხვდა იმას, რომ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა უნდა იყოს ძირითადი მისია. იქამდე რა ხდებოდა უნივერსიტეტში, ხო? ხოსე ორტეგა გასეტი და ზუსტად აი მექანიკას აღწერს. და წარმოიდგინეთ, რომ 10 წელი, როცა დაიწყო ბოლონიის პროცესი, პირველმა ათწლეულმა ისეთნაირად გაიარა, რომ მინისტრები როდესაც შეიკრიბნენ აი ამ დოკუმენტის შექმნის წინ, თქვენს რომ არაფერი არ გამოგვივიდა. ბიუროკრატია გაძლიერდა, მხოლოდ სტანდარტიზაცია შედეგს არ იძლევა და მაშინ მიმართეს სტუდენტებს და პროფესორებს, რომ მოდით, თქვენს გამოიჩენთ ინიციატივა, გვითხრით როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ადმინისტრირება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა და იმდენად სუსტი აღმოჩნდა აკადემიური გარემო, რომ გვაქვს აი ეს პრობლემა. მეორე აუცილებელი პირობა, რაც უნდა შესრულდეს, აუცილებელი პირობები. რეცეპტებს არ გთავაზობთ, აუცილებელ პირობებზე საუბრობ. უნდა იყოს ინტელექტის ცნების ათვისება. აი ჩემი სტუდენტები აი ასეთნაირად არიან მიჩვეულები, როდესაც სტუდენტურ ნაშრომებს, საკურსოებს, დიპლომებს ასრულებენ, ამ დიაგრამით სარგებლობენ. თუ ამ დიაგრამით სარგებლობთ, ეს არის ინტელექტის განმარტება, ესეთნაირად ვითარდება, ამას ემატება კიდევ რამდენიმე რაღაცა, ანუ უცებ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ჟან პიაჟეს, დიდი ფსიქოლოგის, საერთოდ ინტელექტის ეწოდებული ოპერაციული განმარტება აი ამ სქემით აიხსნება. ჩვენი შემდგომი საუბრისათვის თუ გადახედავთ ამას, აი კიდევ ერთ სლაიდს დავუმატებ, სადაც ეს ყველაფერი არის უკვე ერთად, ეს არის შეიძლება ვთქვათ, რომ საშინაო დავალება არის და აი ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ ინტელექტის განმარტებით ვისარგებლოთ უკვე ჩვენი შემდეგი საუბრისათვის. აქ ყველაფერი არის გაწერილი და წარმოიდგინეთ, რომ 1974 წელს უკვე იყო ყველაფერი გამზადებული, მე აი ამ კონვეერების იდეამ, რომელიც პოლიტიკური მიზნით იყო უფრო ევროპაში, ვიდრე განათლების წინსვლის მიზნით და მხოლოდ 2006 წელს, არც ისე დიდი ხანია, ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ დღეს, იმისათვის თუ გვინდა ჩვენ აი ამ კრიზისის დაძლევა და საერთოდ განათლების და მეცნიერების წესრიგში მოყვანის დაწყება. ანუ აი აქამდე ვითარდებოდა სტანდარტიზაცია და მივიღეთ აი ეს შედეგი. მოდით ამით დავასრულოთ აი ჩვენ ეს დღევანდელი საუბარი და მოვემზადოთ იმისათვის, რომ უკვე რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ, რაც საქართველოს განათლებას და მეცნიერებას ახასიათებს. წინ გვექნება კიდევ ორი საუბარი. აუცილებელი პირობებია შესასრულებელი, არის სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება, იმისათვის, რომ როგორც ცოცხალი ორგანიზმი ვითარდებოდეს განათლება და მეცნიერება და
20-25 წელი მაინც დაჭირდება ამ გამოსწორებას, მაგრამ დღეს თუ არ დავიწყეთ, არაფერი არ გამოგვივა. მოდით გადაშალეთ, ნახეთ ეს სლაიდები, ინფორმაციულია და იმედი მაქვს, რომ თქვენ თვალშიც და თავშიც მოხდება ეს ინფორმაციული გზავნილები.